მოგესალმებით. რა არის ადამიანისთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე შემაძრწუნებელი მოვლენა მის ცხოვრებაში? ჩვენ, ყოველდღიურ საქმეებში ჩართულები, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ გვაახლოვებს ყოველი გასული წამი, წუთი და საათი ჩვენს გარდაუვალ დავიწყებულ სიკვდილთან. ეს ყოველმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ ვაცნობიერებთ კი? და თუ ვაცნობიერებთ, როგორ არ ვართ შეწუნებულები, ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილი გველის, მაგრამ ამისგან მაინც შინაგანად მიჯნავთ ჩვენს თავებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიკვდილი არსებობს, მაგრამ ის ძალიან შორსაა. ის ჩვენ არ გვეხება. ყოველდღიურად ვიგებთ სხვა ადამიანების სიკვდილის ამბებს, მაგრამ ისინი იქ არიან. ჩვენ კი აქ. ეს ჩვენ არ გვეხება. მაგრამ რა ხდება იმ ადამიანის გონებაში, ვინც უკვე წამიწამზე ელოდება სიკვდილს? ვისთვისაც ესაა მთავარი, მოახლოებული მოვლენა. რას განიცდის ის, როგორ აფასებს განვლილ, წარმატებებით სავსე ცხოვრებას. იყო კი ის სავსე ნამდვილი სიხარულით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს თავის უახლოეს ადამიანებთან. და პირიქით, როგორ ექცევიან მომაკვდავს ისინი. სწორედ ამ დაუნდობელ, ეგზისტენციალურ უბსკრულში გვაგდებს ლევ ტოლსტოი თავისი უკვდავი შედევრის, ივან ილიჩის სიკვდილის მეშვეობით. ეს არ არის უბრალოდ ამბავი. ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს, ნამდვილი, დაუნდობელი და დაუფარავი გამოკვლევა მიუკერძოებლად და შელამაზების გარეშე. ჩვენ ვხდებით მოწმენი, თუ როგორ ინგრევა ერთი წარმატებული კაცის, ივან ილიჩის მიერ აშენებული სიცრუის ციხესიმაგრე. როდესაც მას თვალწინ უდგება ერთადერთი ჭეშმარიტება, მისი საკუთარი, პირადი, გარდაუვალი აღსასრული. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავივლით ივან ილიჩის გზას. ნახავთ, როგორ სვამს მისი წესიერი, სანიმუშო ცხოვრება ტანჯველ კითხვას. რა მოხდება, თუ ეს ყველაფერი არასწორი იყო? სანამ დავიწყებდეთ, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ მომავალი ლიტერატურული მოგზაურობა და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ასევე თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, შეგიძლიათ არხს დაეხმაროთ დონაციით. თქვენი აქტიურობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რომ გაგრძელდეს ამგვარი ვიდეოების შექმნა. ახლა კი მოდით შევაბიჯოთ სასამართლო დარბაზში, სადაც ივან ილიჩის ამბავი იწყება არა მისი ცხოვრებით, არამედ მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადებული უწყებით. ამბავი შუა მოქმედებიდან იუსტიციის სასახლის მდუმარე დერეფანში იწყება. მოსამართლეთა ჯგუფი სასამართლოს შესვენებისას პირად ოთახშია შეკრებილი. განწყობა ცივი და პროფესიონალურია. კოლეგა, სახელად პიოტერ ივანოვიჩი, უახლეს გაზეთს ათვალიერებს. ის სიახლეს ცერემონიის გარეშე აცხადებს. ბატონებო, თქვა მან, ივან ილიჩი გარდაიცვალა. პაუზა. პირველი აზრი, რომელიც თითოეული იქმყოფი ადამიანის გონებაში ჩნდება, არ ეხება მათ გარდაცვლილ მეგობარს, არამედ საკუთარ თავს, ვაკანტურ თანამდებობას, შესაძლო დაწინაურებას. ერთ-ერთი მათგანი ფიქრობს, ახლა ჩემი სიძის კალუგიდან გადმოყვანაზე უნდა შევიტანო განცხადება. ჩემცოლს ძალიან გაუხარდება. ახლა ვეღარ იტყვის, რომ მისი ოჯახისთვის არასდროს არაფერს ვაკეთებ. ისინი გრძნობენ ვალდებულებას, გლოვის რიტუალების შესრულების საჭიროებას, მაგრამ ამის მიღმა დგას ჩუმი, თითქმის სამარცხვინო შვება. ფიქრი, რომ მოკვდა ის და არა მე, წარმავალ კომფორტს ანიჭებთ. პიოტრ ივანოვიჩი, კაცი, რომელსაც ივანი ახლო მეგობრად თვლიდა, ვალდებულებას გრძნობს, ქვრივს ესტუმროს. ის მიემგზავრება ბინაში, რომელიც ოდესღაც ივანეს სიამაყე იყო. ჰაერი სიკვდილის ფორმალური სიბნელითაა გაჟღენთილი. ის ოთახში შედის, სადაც ხედარი კუბოში ასვენია. ხედავს ივანეს სახეს
ტანჯვის ცვილისებრ ნიღაბს. მაგრამ გამომეტყველება თითქოს გზავნილს, ცოცხლებისადმი ერთგვარ პირქუშ გაფრთხილებას შეიცავს. პიოტრს იცივე ულის. ის უკიდურესად უხერხულად გრძნობს თავს. რა არის სწორი საქციელი? პირჯვარს იწერს, სუბუქ თავსაკრავს აკეთებს, გრძნობს, რომ ყველაფერი შეასრულა, რაც მისგან მოითხოვებოდა. რიტუალი დასრულებულია. შემდეგ ჩდება ივანეს ქვრივი, პრასკოვია ფიოდოროვნა. ის ჩუმი წუხარე ტონით საუბრობს, მაგრამ მისი ნამდვილი საზრუნავი მალე გამოდის ასპარეზზე. ის პიოტრს განზე გაიყვანს, არაქმრის გასახსენებლად, არამედ რჩევის საკითხავად. ო, პიოტრ ივანოვიჩ, ჩურჩულებს ის, როგორ მივიღო მთავრობისგან უფრო დიდი თანხა? შესაძლებელია? პიოტრს მისი ეგოიზმი სითამამე აოცებს. მთელი სცენა სპექტაკლს გავს. სახურები, მესაფლავე, თვით ქვრივიც კი. ყველა თავის როლს თამაშობს დამღლელ, არა გულწრფელ პიესაში. ერთი კოლეგა, შვარცი, პიოტრს თვალს უკრავს. მისი გამომეტყველება ნათლად ამბობს. ცუდი ამბავია ეს ივან ილიჩის საქმე, მაგრამ ვერაფერს იზამ. ჩვენ კი საღამოს კარტის თამაში მაინც მოვასწროთ. მათი საზრუნავის წვრილმანობა სიკვდილის წინაშე გამაოგნებელია. პიოტრ ივანოვიჩი რაც შეიძლება სწრაფად გარბის. მას შვება ეუფლება, რომ სახლიდან გადის და კარტის სათამაშოდ მიდის. კაცის სიცოცხლის დასრულების ღრმა და შემზარავი მოვლენა სოციალურ უხერხულობამდეა დაყვანილი. ეს არის სამყარო, რომელსაც ივან ილიჩი ტოვებს. ნიღბების, ზედაპირული მოვალეობების სამყარო, სადაც ადამიანები იმდენად არიან ჩაფლული საკუთარ წვრილმან საქმეებში, რომ არ შეუძლიათ სხვისი სიკვდილის რეალობის გააზრება. ამ ცივი, ძაფრი პორტრეტით ტოლსტოი იწყებს იმ ცხოვრების გახსნას, რომელსაც ასეთი ცარიელი დასასრული მოჰყვა. ტოლსტოი ივანეს არსებობის შესახებ თავის ცნობილ ვერდიქტს გამოიტანს. ივან ილიჩის ცხოვრების ამბავი ყველაზე მარტივი, ყველაზე ჩვეულებრივი და ამიტომ ყველაზე საშინელი იყო. ის საშინელი იყო სწორედ იმიტომ, რომ მას აკლდა ყველაფერი უნიკალური. ყველაფერი, რაც ნამდვილად მისი იყო. ის იყო კაცი, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებდა. ბიუროკრატიის შვილმა, ჭკვიანმა, დახვეწილმა და კომუნიკაბელურმა მაღალი საზოგადოების ღირებულებები საკუთრად მიიღო. ისე რომ ეჭვი არასდროს შეუტანია. მისი ცხოვრების დევიზი იყო ეცხოვრა იოლად, სასიამოვნოდ და წესიერად. ის გახდა იურისტი, შემდეგ მოსამართლე. თავისი საქმის ოსტატი კაცრად ყოფდა ოფიციალურ მოვალეობებს პირადი ცხოვრებისგან. მისი პროფესიული სამყარო წესრიგისა და ლოგიკის საუფლო იყო. ერთხელ თქვა, მე მაქვს ჩემი ოფიციალური მოვალეობები და მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება. იქ, სასამართლო დარბაზში, ყველაფერს აკონტროლებდა. მას შეეძლო ადამიანური დრამის ქაოსი, კანონის მოწესრიგებულ კატეგორიებამდე დაეყვანა. ცხოვრების მართვის, მისი სტერილურ დისტანციაზე შენარჩუნების ეს უნარი მას უდიდეს სიამოვნებას გვრიდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ დაქორწინების დრო დადგა. მან პრასკოვია ფიოდოროვნა აარჩია, რადგან სწორს აქციელად მიაჩნდა. ის იყო კარგი წრიდან, ჰქონდა გარკვეული ქონება და შესანიშნავ წყვილად ითვლებოდნენ. ივანს საცოლე არ უყვარდა, მაგრამ მიზიდულობას გრძნობდა და საზოგადოებაც იწონებდა. ქორწინება თავიდან სასიამოვნოდ დაიწყო, მაგრამ მალე ოჯახური ცხოვრების რეალობამ მისი გაღიზიანება გამოიწვია. ცოლის განწყობები, მისი ორსულობები, ბავშვების ტირილი, ეს ყველაფერი ქაოსური, არაპროგნოზირებადი და მეტისმეტად დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ეს იყო შეჭრა მის კომფორტულ, კარგად მოწესრიგებულ სამყაროში. მას უნდა ეპოვა საკუთარი, განცალკევებული სამყარო, წერს ტოლსტოი. ეს სამყარო მისი სამსახური და საღამოს კარტის თამაში გახდა. იქ მას პატივსცემდნენ და ყველაფერს აკონტროლებდა თავისუფალი, ოჯახის ემოციური მოთხოვნებისგან. მისი ქორწინება შეიარაღებულ ზავად იქცა.
ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, მაგრამ მათი ურთიერთობის საფუძველი წყენა და მდუღარე გაღიზიანება იყო. ის ცოლს მუდმივი წუხილის წყაროდ ხედავდა, ცოლი კი მას ცივ, უგზნობ კაცად მიიჩნევდა. მან თავი მთლიანად ამბიციას მიუძღვნა. ის ეძებდა დაწინაურებას, მაღალ ხელფას, უფრო პრესტიჟულ თანამდებობას. მისი ცხოვრება ამ გარეგნული აღმასვლით განისაზღვრებოდა. გახდა წარმატებული, კოლეგებს შურდათ მისი. ყველა გარეგნული ნიშნით ის იყო კაცი, რომელმაც მიზანს მიაღწია. ის ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც მისი წრის ყველა სხვა ადამიანი. თავის სახლს მოდურად აწყობდა და არა კომფორტულად. მეგობრობდა უფროსებთან, მაგრამ არასდროს დაფიქრებულა, აქვს თუ არა ამას აზრი. ის მხოლოდ კითხულობდა, არის თუ არა ეს წესიერი, არის თუ არა ეს ის, რასაც ჩემგან მოელიან. ეს არის მისი ცხოვრების აშინელება. ეს არის ცხოვრება, რომელიც ხვების მიერ დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა. ეს იყო ზედაპირების, გარეგნული ფორმების ცხოვრება. ყველაფრის კეთება, ისე, როგორც წესია. და ამ გაპრიალებული ზედაპირის ქვეშ არაფერი იყო. გარდამტეხი მომენტი ბანალური პატივმოყვარეობის წამიდან მოდის. პეტერბურგში ყველაზე პრესტიჟული თანამდებობის მოპოვების შემდეგ ივანე შეპყრობილი ხდება ახალი ბინის მოწყობით. სახლი მისი წარმატების სიმბოლო უნდა გახდეს. მას სურს, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, მისი სტატუსის ანარეკლი. ის არჩევს ქსოვილებსა და ავეჯს, უზომოკმაყოფილების გრძნობით ხელმძღვანელობს მუშებს. ეს პროექტი მისი ცხოვრებისეული ამბიციების კულმინაციაა. ერთ დღეს, როდესაც მეფარდეს უჩვენებს, თუ როგორ სურს ფარდის ჩამოკიდება, ის პატარა კიბეზე ადის. მოუხერხებელ მოძრაობას აკეთებს, წონასწორობას კარგავს და ეცემა. ამ დროს ის იზიანებს გვერდს. ტკივილი მჭრელია, მაგრამ ხანმოკლე. არაფერია, ფიქრობს ის და თავს ცოტა სულელურად გრძნობს. ის და მისი ოჯახი ამ მოუხერხებელ დაცემაზე იცინიან. ეს სრულიად უმნიშვნელო მოვლენა ჩანს. მალევე მის გვერდში მუდმივი ყრუ ტკივილი იჩენს თავს. პირში უცნაური გემო უჩნდება. ის აგონიაში არ არის, მაგრამ ჩუმი, მომაბეზრებელი დისკომფორტი მისი მუდმივი თანამგზავრი ხდება, რაც განწყობას უფუჭებს და მუშაობაში უშლის ხელს. გაღიზიანებული ხდება, რის გამოც მისი ცოლი წუწუნებს. ივან, რა რთული ხასიათი გაქვს. ისინი მის დისკომფორტს პირად ნაკლად, მათ წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აღიქვამენ. მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ ის იტანჯება. იწყება ექიმებთან ვიზიტების გრძელი, დამამცირებელი ოდისია. სასოწარკვეთილი ივანე, სახელგანთქმულ, ძვირადღირებულ ექიმთან მიდის. ის იმედითა და შიშით სავსეა. სჯერა, რომ ეს პროფესიონალი საბოლოოდ დაუსვამს დიაგნოზს და დაამშვიდებს. ექიმი მას სრული სერიოზულობით ხვდება. ის ისმენს, კითხვებს სვამს, სტეტოსკოპით უსმენს. ის მიჰყვება დადგენილ, პროფესიონალურ რიტუალს. ექიმი არ ინტერესდება ივანეს შიშით, მისი სულიერი მდგომარეობით. ის უყურებს არა პიროვნებას, არამედ შემთხვევას. ივანეს კი მხოლოდ ერთი, მთავარი კითხვა აწუხებს. საშიშია თუ არა მისი მდგომარეობა, მაგრამ ექიმი ამ კითხვას ოსტატურად არიდებს თავს. ის საუბრობს ზოგადად, შესაძლებლობებსა და ალბათობებზე, მაგრამ არაფერს ამბობს კონკრეტულად. და უეცრად, შემზარავი სიცხადის მომენტში, ივანე მიცნო ეს გამომეტყველება. ეს ხომ ზუსტად ის გამომეტყველებაა, რომელსაც თავად იღებდა სასამართლოში, განსასჯელის წინაშე. ის, მოსამართლე ივან ილიჩი, ზუსტად ასე, სერიოზული დაუღელვებელი სახით, მიჰყვებოდა პროცედურას, სვამდა კითხვებს და ადამიანის ბედი იურიდიულ ფორმულამდე დაჰყავდა. სრულად უგულებელ ყოფდა განსასჯელის შიშსა და სასოწარკვეთას. ახლა კი ექიმი ექცეოდა მას ზუსტად ასე.
მისი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი იქცა არა ადამიანურ ტრაგედიად, არამედ სამედიცინო შემთხვევად, მოძრავი თირკმელისა და ქრონიკული კატარის აბსტრაქტულ განხილვად. ივანე მიხვდა, რომ პროფესიული სივრცე, რომელიც მისთვის ძალაუფლებისა და სიამაყის წყარო იყო, ახლა მისივე ტანჯვის იარაღად ქცეულა. სისტემა, რომელსაც ის ერთგულად ემსახურებოდა, ახლა მას ზურგს აქცევდა. ამ ვიზიტის შემდეგ ის შეპყრობილი ხდება თავისი სხეულით. იმ იდუმალი რამით, რაც მის შიგნით იზრდება. ის ყველა სამედიცინო მითითებას ასრულებს განკუნების იმედით. მაგრამ დისკომფორტი, ნელა და დაუნდობლად ტკივილში გადაიზარდა. მას ეშინია ისე, როგორც არასდროს. პირველად, ის ისეთი პრობლემის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც არ შეუძლია თავისი ინტელექტით, სტატუსითა თუ ფულით. ის ამ ყველაფერში თავს მიტოვებულად გრძნობს. ოჯახი და მეგობრები უარს ამბობენ მისი ავადმყოფობის სერიოზულობის აღიარებაზე. მათთვის ეს უბრალოდ ივანეს სნეულებაა. ისინი მას ყალბით ანაგრძნობით ეპყრობიან, რომელიც ძლივს ფარავს მათ მოუთმენლობას. მასაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც. ყველანი იტყუებიან, ფიქრობს ივანემ რისხანებით. ისინი თამაშობენ ზრუნვის ფარს. თითქოს ის უბრალოდ ავად არის და მოთმინება სჭირდება. მაგრამ მან თავის გულში იცის, რომ რაღაც საშინელი და შეუქცევადი ხდება. ეს საყოველთაო სიცრუე მას სრულიად იზოლირებულს ხდის. ის მარტოა ტკივილის წინაშე. ივანეს სამყარო ერთ პატარა ოთახამდე მცირდება. ტკივილი მისი მთელი რეალობაა, ურჩხული, მუდამ არსებული მხეცი. ის საკუთარ ხორცშია გამომწყდეული, შთანთქმული ფიზიკური აგონიითა და სულიერი სასოწარკვეთით. ოჯახი მისთვის აუტანელია. ის ხედავს მათ ჯანმრთელობას, მათ სიცოცხლის უნარიანობას და ამისთვის ძულს ისინი. მათი მცდელობები, რომ ანუგეშონ ივანე დაცინვას გავს. მისი ქალიშვილი ლიზა წუხს, რომ მამის კვნესამ შეიძლება საქმროსთან საღამო ჩაუშალოს. მათ არაგულ წრფელობას ფიზიკური დარტყმის მსგავსად გრძნობს. იცის, რომ ისინი ფარულად ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობაზე. მას სიცრუე აღჩობს. ამ სიყალბის უდაბნოში ნუგეშის ერთადერთი წყარო ჩნდება. ის ყველაზე მოულოდნელი ადამიანისგან მოდის. გერასიმესგან, ახალგაზრდა გლეხი ბიჭისგან, ლაქიის თანაშემწისგან. გერასიმე უბრალო, ძლიერი და უშიშარია. ყველასგან განსხვავებით, გერასიმე არ იტყუება, არ ამბობს, რომ ივანე უკეთ გახდება. ის იღებს ტანჯვასა და სიკვდილს, როგორც ცხოვრების ბუნებრივ ნაწილს. ის ივანეს უბრალო, პირდაპირი პატიოსნებით ელაპარაკება. გერასიმე ივანეს მოულის საქმეს საკუთარ თავზე იღებს, ყველაფერს იზღის გარეშე აკეთებს და ამას არა მოვალეობის გამო, არამედ ტანჯული ადამიანისადმი, უბრალო, ადამიანურ სიბრალულს განიცდის. ღვთისნება, ამბობს ის, ოდესმე ყველანი მოვკვდებით. უდიდეს ფიზიკურ შვებას ივანე მაშინ პოულობს, როცა გერასიმე თან ხდება, მისი ფეხები თავის ძლიერ მხრებზე დაიდოს. ფიზიკური საყრდენის ეს უბრალო აქტი მუცლის ტკივილს უმსუბუქებს. მაგრამ ეს ფიზიკურ შვებაზე მეტია. ეს არის წმინდა, უანგარო ადამიანური კავშირის მომენტი. გერასიმესთან ივანეს არ უწევს თამაში. იგი არ ცდილობს თავი მოაჩვენოს გამბედავ, მებრძოლ ადამიანად. მიჭირს გერასიმე, აღიარებს ივანე და ბიჭს ესმის. მასში ივანე მთელი სამყაროს ანტითეზას ხედავს. გერასიმე ავთენტურია და არ ასრულებს სოციალურ როლს. უბრალო თანამგრძნობი ადამიანია, რომელიც ხვის ტკივილს პასუხობს. ივანე თავს მშვიდად
მხოლოდ მასთან გრძნობს. ეს კონტრასტი აიძულებს საკუთარ ცხოვრებას შემზარავი სიცხადით გადახედოს. მოგონებები, რომლებსაც ოდესღაც აფასებდა, კარიერული ტრიუმფები, სოციალური წარმატებები, ახლა იაფი და უაზრო ჩანს. ის ცხოვრებაზე ახალი და შემზარავი სიცხადით იწყებს ფიქრს. მას ერთი კითხვა ტანჯავს, რომელიც მის გონებაში მეორდება. რატომ? რატომ ხდება ეს ყოველივე მის თავს? რა ჩაიდინა, რომ ამ საშინელ ტანჯვას იმსახურებს? ცდილობს თავი დაემშვიდოს წარსულზე ფიქრით. იხსენებს წარმატებულ კარიერას, სასიამოვნო სოციალურ ცხოვრებას, კარგად მოწყობილ სახლს. რა თქმა უნდა, მან კარგი, სწორი ცხოვრებით იცხოვრა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ რაც უფრო მეც ფიქრობს, მით უფრო მეტად ეჩვენება მისი ცხოვრება ფუჭად და ყალბად. მოგონებები, რომლებიც ოდესღაც სიამაყეს ანიჭებდა, ახლა უმნიშვნელო და უაზრო ჩანს. კარიერა, ამბიციები, მატერიალური ქონება, ყველაფერი დიდ სიცრუედ ეჩვენება. ცდილობს იპოვოს ერთი ბედნიერი მოგონება, ერთი გულწრფელი, წმინდა სიხარულის მომენტი, მაგრამ უჭირს, აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება იყო სტაბილური მოძრაობა, რაღაც რეალურიდან, რაღაც ხელოვნურისკენ. ერთადერთი ნამდვილი ბედნიერების მომენტი, რომელიც ახსენდება, ადრეული ბავშვობიდანაა. ის იხსენებს ბავშვობის უბრალო სიხარულს, დროს, სანამ ამბიცია და სოციალური წინსვლის სურვილი შებილწავდა. ეს მოგონებები პატარა სანთლის წერტილებს გავს უზარმაზარ სიბნელეში. და შემდეგ საშინელი აზრი იწყებს მის გონებაში ფორმირებას. ეს ისეთი საშინელი აზრია, რომ ძლივს ახერხებს მის განხილვას. რა მოხდება, თუ მთელი ჩემი ცხოვრება არასწორი იყო? ამ სულიერი ქაოსის ფონზე მისი ცოლი, პრასკოვია ფიოდოროვნა, გადაწყვეტს, რომ წესიერების ყველა კანონი უნდა დაიცვას. ის იწვევს მღვდელს, რათა ივანემ აღსარება თქვას და ეზიაროს. ეს მისი მხრიდან უფრო სოციალური მოვალეობის მოხდა, ვიდრე გულწრფელი სულიერი ზრუნვა. ივან ილიჩი თავიდან ეწინააღმდეგება. მას, რომელსაც მთელი ცხოვრება ფორმალურ წესებსა და რიტუალებში ჰქონდა გატარებული, ახლა ეჭვი ეპარება ზიარების ძალაში. თუმცა, სასოწარკვეთილებაში მყოფი, ბოლოს მაინც თანხმდება. იქნებ, მართლა შვება ვიგრძნო, იქნებ, ამაში ახსნა. მღვდელი მოდის, აღსარების საიდუმლო სრულდება. იკითხება ლოცვები. ივანე მექანიკურად ასრულებს ყველაფერს, რასაც მისგან ითხოვენ. და როდესაც ზიარების საიდუმლო სრულდება, რაღაც უცნაური ხდება. ის უეცრად წამიერ, თითქმის სასიამოვნო შვებას გრძნობს. ტკივილი თითქოს ყუჩდება, სულში კი სიმსუბუქის შეგრძნება უჩნდება. ის ფიქრობს, იქნებ ყველაფერი ასე მარტივია. იქნებ ეს ფორმალური აქტი, საკმარისია სულისა და ხორცის გადასარჩენად. როდესაც მღვდელი მიდის, ოთახში შემოდის ცოლი. იწყება ჩვეული, ყოფითი საუბარი. ივან ილიჩს გვერდში ნაცნობი ტკივილი უბრუნდება და ყველაფერი ქრება. წამიერი შვება ადგილს უთმობს, კიდევ უფრო მძაფ სასოწარკვეთას. ამ მომენტშიც ნათლად ჩანს არასწორი დამოკიდებულება წმინდა საიდუმლოს მიმართ. რადგან პრობლემა თავად საიდუმლოში კი არა, არამედ მასთან მიახლოვებული ადამიანის გულშია. ივანე ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით კიდევ ერთი ცხოვრებისეული ფორმალობის აღსრულებას ცდილობს და ვერ უღმავდება მის სიდიადეს. ის სასწაულს ითხოვს, მაგრამ ურწმუნოდ და უმეცრად. შემდეგ კვლავ თავს ახსენებს მტანჯველი კითხვა. რა მოხდება, თუ მთელი ჩემი ცხოვრება არასწორი იყო? ეს აზრი აუტანელია. ამის მიღება ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება, მისი იდენტობა, ყველაფერი რაც ააშენა, ფარსი იყო.
ის სასტიკად ებრძვის ამას. არა, ეს არ შეიძლება. ეუბნება საკუთარ თავს. მე ვცხოვრობდი ისე, როგორც უნდა მეცხოვრა. ის ეჭიდება თავისი წარსულის ისტორიას, მაგრამ ტკივილი და მუდმივი, მომაბეზრებელი ხმა გამუდმებით აბრუნებს მას შემზარავ ჭეშმარიტებასთან. გრძნობს თითქოს ღრმა, ვიწრო, შავ ტომარაში ტენიან. ის იბრძვის, ეწინააღმდეგება ფსკერზე ჩათრევას, მაგრამ რაღაც დაუნდობლად უბიძგებს და რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება, მით მეტად იტანჯება. ის დღეების განმავლობაში წევს, კედლისკენ მიბრუნებული, მარტო თავის ფიქრებთან და ტკივილთან. ის მტანჯველ გაურკვევლობაშია, არ შეუძლია მიიღოს თავისი წარსულის სიცრუე, მაგრამ ეშინია იმ ჭეშმარიტების, რომელიც მას ელის. უყურებს თავის ოჯახს, რომელიც მოდის და მიდის და მასში სიძულვილი კიდევ უფრო მატულობს. ზულს ისინი მათი სიცრუისთვის, მათი უნარობისთვის გაიგონ. ის აცნობიერებს, რომ მათი მოწონებისთვის, იმ საზოგადოების მოწონებისთვის ცხოვრობდა, რომელიც ისეთივე ყალბია, როგორც ისინი. ფიზიკური და სულიერი ტკივილი ერთიანდება. მისი სხეული საპყრობილია, სიკვდილი ახლოვდება და ის ბნელ, შემზარავს იცარიელეთ, არარად ეჩვენება. ბრძოლა ბოლო 3 დღის განმავლობაში ძლიერდება. ის თითქმის შეუჩერებლად ტკივის. ხმა არაადამიანურია, მისი აგონიის გამოხატულება. როდესაც მას სულ უფრო და უფრო ღრმად ტენიან შავ ტომარაში. შემდეგ, სიცხადის მომენტში, მისი პატარა ვაჟი, ვასია, ჩუმად უახლოვდება მის აწოლს. ბიჭის სახე მწუხარებითაა სავსე. ის მამის ხელს იღებს, ტუჩებთან მიაქვს და ტირის. იმ მომენტში, ივანე უყურებს თავის გარშემო შეკრებილ ოჯახს, ტირალ ვაჟს, სასოწარკვეთილ ცოლს და პირველად, ის არ გზნობს სიძულვილს. არამედ მათდამი უსაზღვრო სიბრალულს განიცდის. აცნობიერებს, რომ მისი ტკივილი მათაც ტანჯვას აყენებს. ხვდება, რომ ჭეშმარიტად მათთვის არაფერი გაუკეთებია და სურს ახლა რაღაც მოიმოქმედოს მათთვის ტკივილის შესამსუბუქებლად. სურს თქვას მაპატიეთ, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ სიტყვას გაუშვით ქმნის. ის ხელის ჟესტს აკეთებს, იცის, რომ გაუგებენ. თანაგრძნობის ეს ერთი უანგარო აქტი საბოლოო გასაღებია. იმ მომენტში, როცა ის საკუთარ ტანჯვას თმობს და სხვებზე ფიქრობს, ბრძოლა წყდება. ის გრძნობს, როგორ გადის შავ ტომარაში და იმ შემზარავი სიბნელის ნაცვლად, რომელსაც ბოლოში ელოდა, არის კაშკაშა, ყოვლის მომცველი სინათლე. გამოცხადება სრული და მყისიერია. დიახ, ჩემი ცხოვრება ნამდვილი არ იყო, ესმის მას. მაგრამ ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. კითხვა, თუ რა იყო სწორი, ქრება. ერთადერთი, რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს, სიყვარულისა და სიბრალულის ეს გრძნობაა. ის საკუთარ თავს ეკითხება და ტკივილი ის უსმენს. აი ისიც, მერე რა და სიკვდილი სად არის? ის ეძებს სიკვდილის თავის ძველ, ნაცნობ შიშს და ვერ პოულობს. სიკვდილის ადგილას სინათლე იყო. ვიღაც ამბობს, დასრულდა. ის ისმენს სიტყვებს და იმეორებს მათ თავის სულში. სიკვდილი დასრულდა, გაიფიქრა მან, ის აღარ არსებობს. ბოლოჯერ ჩაისუნთქა, მისი სხეული შეკრთა და ის წავიდა. ოთახში მყოფთათვის მისი აგონია კიდევ 2 საათი გაგრძელდა. ივანესთვის ეს ყველაფერი სიხარულის იმ ერთ მარადიულ მომენტში იყო მოქცეული. ტოლსტოის ამბავი მხოლოდ ტრაგიკული ისტორია არ არის. ეს არის ღრმა ფილოსოფიური ტრაქტატი, რომელიც ნოველის ფორმაშია მოქცეული. მისი ნამდვილი გააზრებისთვის ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის ძირითადი იდეები, რომლებიც მას ასეთ მარადიულ ძალას ანიჭებს. ივანეს ცხოვრება
წესიერების შედევრია. კარიერული არჩევანი, ქორწინება, მეგობრობა, თვით ავეჯის განლაგებაც კი ნაკარნახევია მისი სოციალური კლასის დაუწერელი წესებით. ამგვარი ცხოვრება არ იმართება შინაგანი მორალური კომპასით, ან პირადი რწმენით, არამედ გარეგანი სცენარით. ეს სპექტაკლია. ტრაგედია ისაა, რომ ივანე ამ სპექტაკლს რეალობად აღიქომს. მას სჯერა, რომ რადგან მისი ცხოვრება მოწონებულია, ის ასევე სწორი უნდა იყოს. ტოლსტოი ამტკიცებს, რომ ამგვარი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო და წარმატებული ჩანს, სულიერად მომაკვდინებელია. ის მოითხოვს ყველა გულწრფელი ემოციის, სიყვარულის, შიშის, თანაგრძნობის ჩახშობას. რადგან ეს გზნობები ქაოსური და არაპროგნოზირებადია, ისინი არ ჯდებიან ჩარჩოებში. სწორედ ამიტომ შეუძლიათ ივანეს კოლეგებს ასე იოლად დაივიწყონ მისი სიკვდილი და კარტი სათამაშოდ გაიქცნენ. მთელი მათი არსებობა ავთენტური გზნობებისგან დამცავი ფარია. ივან ილიჩის სამყაროში კომფორტი და სიამოვნება ჭეშმარიტების მტრები არიან. სანამ მისი ცხოვრება იოლი და სასიამოვნოა, მას არანაირი მიზეზი არ აქვს ეჭვი შეიტანოს მასში. მხოლოდ მაშინ, როცა ტანჯვა მოდის მისი ავადმყოფობის სახით, ფასადი იწყებს რღვევას. ტკივილი ამ ისტორიაში ჭეშმარიტების მთქმელია. ის დაუნდობელი, უტყუარი რეალობაა, რომლის იგნორირება ან სოციალური მანერებით მართვა შეუძლებელია. ის აცლის ივანეს ტიტულებს, სიმდიდრესა და საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდას. თავის აგონიაში ის აღარ არის მოსამართლე გოლოვინი. ის უბრალოდ შეშინებული, ტანჯული ადამიანია. ეს ტანჯვა გამოსაცდელი ცეცხლია. ის სწავს სიცრუეს, რომელიც მან საკუთარ თავს უთხრა და რომელსაც ხვები ეუბნებიან. ის აიძულებს შეეჯახოს სიცარიელეს თავისი არსებობის გულში. ამ საშინელი, ტანჯველი მოგზაურობის გარეშე მისი საბოლოო, განმათავისუფლებელი გამოცხადება შეუძლებელი იქნებოდა. ტანჯვა მისი სულიერი, გამოღვიძების საშინელი ფასია. გერასიმე მხოლოდ კეთილი მსახური არ არის, არამედ ნოველის ფილოსოფიური გულია, რომელიც წარმოადგენს რეალობასთან ჰარმონიაში ცხოვრებას. ის გლეხია, მიწის კაცი და ესმის სიცოცხლისა და სიკვდილის ბუნებრივი ციკლები, შიშისა და პრეტენზიის გარეშე. მას არ ეშინია ივანეს დაზიანებული სხეულის, რადგან იღებს ცხოვრების ფიზიკურ რეალობას. არ ატყუებს ივანეს მისი მდგომარეობის შესახებ, რადგან ვერ ხედავს მიზეზს უარყოს სიმართლე. მისი ცნობილი ფრაზა ყველანი მოვკვდებით ოდესმე არ არის ცინიკური. ეს არის ფაქტის უბრალო კონსტატაცია, რომელიც თანაგრძნობითაა ნათქვამი. გერასიმე განასახიერებს ავთენტურ ცხოვრებას, რომელიც ივანემ გაფლანგა. მის ცხოვრებას აქვს აზრი, რადგან ის დაფუძნებულია პატიოსან შრომასა და გულწრფელ თანაგრძნობაზე. ის ემსახურება ივანეს არა იმიტომ, რომ ეს მისი მოვალეობაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალო ადამიანურ სიბრალულს განიცდის. ნოველა გვასწავლის, რომ სიკვდილის შიში პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ცხოვრების არაავთენტურობისა. რადგან გერასიმე პატიოსანი უპრეტენზიო ცხოვრებით ცხოვრობს, მას არ აშინებს მოკვდაობა. რადგან ივანეს ცხოვრება სრული სიყალბე იყო, მისი განადგურების ფიქრი მას აუტანელი საშინელებით ავსებს. ივანეს საბოლოო გარღვევა რელიგიურ მოქცევასთან ერთად არის ღრმა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ტრანსფორმაცია. მთელი მისი განსაცდელის განმავლობაში მისი ტანჯვა დაფუძნებულია მის ეგოზე, მის სიბრალულზე საკუთარი თავის მიმართ. შავი ტომარა ამ ეგოცნობიერების სრულყოფილი მეტაფორაა. ეს არის ბნელი, მახრჩობელა და იზოლირებული მდგომარეობა. ის საკუთარ თავშია გამომწყდეული. გამოსავალი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მისი ფოკუსი საკუთარი თავიდან სხვებზე გადადის. მისი შვილის მწუხარებისა და ცოლის ასოწარკვეთის დანახვა წმინდა უანგარო თანაგრძნობის მომენტს იწვევს. პირველად
ის მათ ტკივილს საკუთარზე მეტად გრძნობს. იმ წამს მისი ეგო მარცხდება. როდესაც მე, რომელიც არის ივან ილიჩი, მოსამართლე, ქმარი, სოციალური კიბის მაძიებელი ქრება მისი განადგურების შიშიც. სიკვდილი ეგოს დასასრულის შიში იყო. როდესაც ეგოს სიყვარული ტრანსცენდენციას განიცდის, შიში ქრება. ის რაც რჩება არის სინათლე, წმინდა ცნობიერების, კავშირისა და სიხარულის მდგომარეობა. ეს არის საბოლოო განთავისუფლება იმ საკუთარი თავის საპყრობილიდან, რომლის აშენებასაც მან მთელი ცხოვრება მოანდომა. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად გამოიკვლიეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ისტორია, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ ეს ანალიზი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები. მომავალ შეხვედრამდე.